4 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ეს თარიღი თბილისშიც აღინიშნა. ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ეროვნული სასახლის აღსაზრდელები და თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიება მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებას. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და წაიკითხეს ერლო მახვლედიანის ნაწარმოებები და იგავები და ნაწყვეტები. ამ დღის მიზანია მსოფლიოშიც იმიტომ დაფუძნდა 2010 წელს, რომ წიგნის კითხვა შეაყვარონ არა მარტო მოზარდებს, არამედ უფროსებიც ჩაერთონ. წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, ასევე ალბათ ბიბლიოთეკების და სამკითხველო დარბაზების და მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე. პირველად ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო კითხვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად მსოფლიოსთვის. ჩვენ დღეს წავიკითხეთ ერლო მახვლედიანის წერილები აფხაზეთზე. ვცდილობ როდესაც რომ აქვს აქტიურად ჩავერთო ასეთ ღონისძიებებში. და ძალიან საინტერესო დღე იყო ნამდვილად. წიგნის საერთაშორისო დღეში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას, ვიყავი აქტიურად ჩართული, ახლაც ვარ აქტიურად ჩართული და მომავალშიც მაქვს რომ ვიყო აქტიურად ჩართული. პირველად ვარ ასეთ ღონისძიებაში და პირველად ვიღებ მონაწილეობას და ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ჩემთვის და მთლიანი საქართველოსთვისაც. შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში 2010 წლიდან აღინიშნება. ეროვნული სასახლე ამ თარიღის აღნიშვნას 2014 წლიდან შეუერთდა.